ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს და ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენთან არის თურქეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული დანიშნული პრესად საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი. დიდი მადლობა მას სტუდიაში მოგბრძანებისათვის. ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის 21-დან 27 მაისამდე ტარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით თურქული კულინარიის კვირეული, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კულინარიასთან კავშირში და მხოლოდ კვებასთან დაკავშირებული. ეს არის ბუნებრივი რასაც ზოგადად კულინარია მოიცავს, რომელიც თავის ფესვებში, თავის არში აერთიანებს კულტურულ ღირებულებებს და ფასეულობებს, ეთნიკურ ღირებულებებს და ფასეულობებს, ყოფას ადამიანებისა. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ იმდენად გადაჯაჭვულია ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან, რომ თავისთავად ცხადია, რომ ძალიან ბევრი კერძი კულინარიული მათ შორის, რომელიც ჩვენ გონია, რომ არის ქართული, ამ დროს აღმოჩნდება, რომ არის პირიქით და ან საიდან საწავიდა ამ კერძების მიგრაცია. არავინ არ იცის, მთავარია რომ ეს არის ჩვენი რაღაცა კულტურის და ჩვენი ყოფის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი, რაშიც კოდირებულია ძალიან ბევრი რამ. ჩვენი ჩვევები, ჩვენი წესჩვეულებები, ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთთან და ასე შემდეგ. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს სწორედ ამასთან დაკავშირებით, რა დატვირთვას ატარებს თავისთავად ცხადია ეს კვირეული, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის პირველი ლედის, ასე ვთქვათ, მეუღლის ეგიდით და პატრონაჟით ტარდება. მადლობა მას ამისთვის და პირველ ყოვლისა მადლობა თქვენ ბატონო ელჩო, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. სანამ დავიწყებთ საუბარს ამ კონკრეტულ თემაზე, მე მაინც მინდა რომ გკითხოთ, თქვენ ახალი დანიშნული ელჩი ხართ საქართველოში, თუ მანამდე გქონიათ შეხება საქართველოსთან, რამდენად იცნობთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, საქართველოს ზოგადად და რამდენად ხშირი კონტაქტი შეიძლება გქონოდათ ამ ქვეყნისად, რომლის ელჩადაც ახლა დაინიშნა. Thank you very much. First of all, thank you for having me here. დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც აღნიშნეთ, მე ვარ ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, თურქეთის ელჩი საქართველოში. უკვე მქონდა გარკვეული კონტაქტი საქართველოსთან წარსულში, αφღანეთში მიმუშავია მაგალითად ქართველ მეგობრებთან, ნატოს ოპერაციის ფარგლებში, იქ მქონდა იმის საშუალება, რომ შევხვედროდი ქართულ ჯარისკაცებს. ქონდა გარკვეული კულტურული ურთიერთგაცვლა ერთმანეთთან, მაგრამ ამას გარდა ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები თურქეთი და საქართველო, გვაქვს ძალიან ახლოს დაკავშირებული წარსული ერთმანეთთან და როგორც თქვენ ძალიან მოკლედ შეაჯამეთ, ინტერაქცია ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდ ტრადიციას და ისტორიას მოითვლის. ხო, იქნება დამოუკიდებლობის დღე საქართველოსათვის, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა მივულოცო საქართველოს მნიშვნელოვანი დღე, ხვალ აღინიშნება შესანიშნავი მოვლენა. ჩვენმა პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოუგზავნა მილოცვის წერილი როგორც საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ყაველაშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრს კობახიძეს და ხვალ დიდი სიამოვნებით შემოუერთდებით ამ ღონისძიებას. თქვენ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, დიახ, წარსულში მქონია კონტაქტი საქართველოსთან. ჩვენ გვყავდა ქართველი მეგობრები, არიან ქართველი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, იცით რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს ორ ქვეყანას შორის, არ არის არანაირი დაბრკოლება და ქართულ ხალხს შორის ურთიერთობაში. როგორც აღნიშნე, არსებობს როგორც წარსული, ასევე დღევანდელი დღე და ასევე მომავალი, რომ დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას. ჩვენ თურქეთის კულინარიულ ღონისძიებას ვაორგანიზებთ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტრადიცია, კულინარიული გამოცდილება. ყოველ წელს 21 მაისს კვირა იწყება პირველი ლედის და ბატონ ერდოღანის ჩართულობით და ეგიდით, მაგრამ შემდეგ გამოცდილება უფრო და უფრო იზრდება წლებთან ერთად. მე მქონდა იმის საშუალება, რომ მიმეღო მაღალი რანგის სტუმრები და მონაწილეობა მიმეღო სტუმრების მიღების პროცესში 2 დღის წინ მქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა Culinary Academy of Tbilisi Agriculture University lecturers. უბრალოდ ქონდა კონტაქტი კულინარიული აკადემიის ლექტორებთან და სტუდენტებთან საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ორი კვირის მნიშვნელობაზე. და გავაგრძელებთ
with ჩვენს other კვირას cultural activities. სხვა კულტურული აქტივობებითაც. In your briefing also you said თქვენს ბრიფინგზე there are very much similarities. თქვენ შესაძლოა თქვენ აღნიშნეთ რომ არსებობს გარკვეული მსგავსებები ქართულ და თურქულ სამზარეულოს შორის და თუ მომცემ საშუალებას გაჩვენებთ ეს არის თურქეთის კულინარიული წიგნი The Taste of Georgia. და ეს არის ქართული კულინარიის წიგნი Similar dishes. ქართული გემო Some pictures. აქ ჩამოთვლილი არაერთი კერძი რომელიც ძალიან მსგავსია ერთმანეთის ხინკალი მაგალითად რომელსაც ხინკალს ეძახით საქართველოში რომელიც ძალიან გავს თურქულ კერძს რომელსაც ახლა ხედავთ ეს არის ქართული ხინკალი Turkish mante. და ეს არის თურქული მანტე ეგრეთ წოდებული The content is very much the same. შემადგენლობა თითქმის ერთი და იგივეა, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ზომა არის უფრო პატარა. There are some other არსებობს ასევე ბევრი სხვა ერთმანეთის მსგავსი კერძი, რომელიც ხდება ჩვენს კულტურებში. This is very natural because we are sharing პრინციპში ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენ ვიზიარებთ გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ადგილმდებარეობა საკმაოდ ახლოს არის. ჩვენი ქვეყნების გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, მდინარეები გვაკავშირებს ერთმანეთთან და ძალიან ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრი კერძი არის მსგავსი ერთმანეთს. თავისთავად ხადია თქვენს წლევანდელ აი ამ კვირაულს მემკვიდრეობის სუფრა ასეთი სახელწოდებით არის. აი ეს მემკვიდრეობითობა რაში ვლინდება და რატომ გადავწყვიტეთ რომ წელს ყოფილიყო სწორედ აი ასეთი სახელწოდებით რომ ეს იყოს მემკვიდრეობის სუფრა. რომელ მემკვიდრეობასაც ვინახავთ, რომელ მემკვიდრეობაც უნდა გადავცეთ მომავალ თაობას. Look, I think again we have similar traditions and similar cultures. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ გვაქვს მსგავსი კულტურა, მსგავსი კერძები, ერთ-ერთი რამ რაც აღნიშნეთ სუფრა. სადილე ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია ჩვენთვის თურქეთში. სადილის დროს იკრიბება ოჯახი, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს. ვესაუბრებით ხანში შესულ ადამიანებს, ვისმენთ მათ გამოცდილებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახური შეკრება, რომელიც ქვეყანაში ტარდება და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ტრადიცია არსებობდა საქართველოშიც. რადგან ამან გამახსენა ჩემი ახალგაზრდობის დღეები, ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ ამ ისტორიებს ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩვენი ხანში შესული ნათესავებისგან და ეს არის ისეთი რამ, რასაც გადავცემთ ახალ თაობებს. და ვინარჩუნებდით ამ ტრადიციას მრავალი წლის განმავლობაში. ინფორმაციას დაყნობით, რომელიც მე მივიღე, რადგან თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში მხოლოდ ორი თვეა ჯერჯერობით რაც ვარ, რაც ვიმყოფები. სხვადასხვა რეგიონებში არსებობს სხვადასხვა გამოცდილებები, მაგრამ ეს გამოცდილებები საკმაოდ მსგავსია ერთმანეთის და მოგიყვანთ მაგალითს. საქართველო არის ქაგორიანი ქვეყანა. ისევე როგორც თურქეთი. ჩვენს გვაქვს ძალიან ბევრი მთა, ველი და ისტორია ამ გეოგრაფიული ფორმაციის არის მეტნაკლებად მსგავსი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ერთსა და იმავე გეოგრაფიულ კონტექსტში, ასე ვთქვათ. და რომ დაუბრუნდეთ ახლა კულინარიას და სამზარეულოს, როდესაც ერთი და იგივე მდინარეებია, ერთი და იგივე მზეანათებს, ერთი და იგივე ადამიანები ამზადებენ საჭმელებს. When you cross the other country, you see და გადაკვეთავ შემდეგ საზღვარს ნახავ, რომ აი ისინი ჩვენსავით გამოიყურებიან ჩვენსავით ამზადებენ საკვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ოჯახური ღირებულებების მომავალი თაობისთვის გაზიარებას. ცოტა ხნის წინ თქვენ ყავდათ, ჩემამდე ყავდათ მღვდელი სტუმრად. საუბრობდა დამოუკიდებლობის დღეზე. როდესაც ვუყურებ ფოტოებს ჩვენ, გვაქვს ანალოგიური ცერემონიები, ანალოგიური რიტუალები, ერთმანეთის მსგავსი რიტუალები. და ეს არის ის, რაც აერთიანებს სხვადასხვა საზოგადოებებს, ეს ღირებულებები აძლიერებს ოჯახს და აძლიერებს საზოგადოებას. აი ამ კვირეულის ფარგლებში, დიდი მადლობა.
დაგეგმილია აი შეფების თურქი და ქართველი შეფების კოლაბორაცია, ურთიერთგამოცდილების გაზიარება, როგორც მე ვიცი და ამას გარდა აი ეს პრაქტიკულად მოიცავს კულტურათა შორის დიალოგს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება რომ აი ესეთი ჩაერთოს და ეს არა მხოლოდ აი ამ კვირეულის ფარგლებში იყოს, შემდგომადაც დაედოს ტრადიცია ამგვარ კოლაბორაციას ქართველ და თურქ შეფებს შორის, რომ გაიცვალოს ეს არა მარტო გამოცდილება, რომელიც კულინარიასთან დაკავშირებული, არამედ მართლაც ძალიან მყარი საფუძველი ჩაეყაროს, კიდევ უფრო გამყარდეს უпростоრად საფუძველი არსებობს აი ამ კულტურული ურთიერთდიალოგის წარმოებას. This is already happening because when I listen to Georgian chefs, they have been working or visiting different occasions ჩადიოდნენ სხვადასხვა დროს თურქეთში ამგვარი ინტერაქცია მზარეულებს შორის, ორი ქვეყნის მზარეულებს შორის არაერთხელ შედგა. და ეს ძალიან ბუნებრივია, რადგან ფუნდამენტის შექმნას სჭირდება დიდი ძალისხმევა, მაგრამ რასაც ასევე ვანიჭებ მნიშვნელობას არის ინტერაქცია საზოგადოების ყველა დონეზე, რაც ხდება და რაც ასევე ბუნებრივია საერთო ისტორიიდან და გაზიარებული კულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე. მომავლისათვის, რა თქმა უნდა, გვაქვს დამატებითი გეგმებიც, შეიძლება შემდეგ წელს დავაორგანიზოთ კულინარიული ვორქშოპი, რომელიც გააერთიანებს როგორც თურქ, ასევე ქართულ მზარეულებს, ისინი აჩვენებენ თავიანთ უნარებს, წარმოუდგენ ყოველ საზოგადოებას. შეიძლება ახალი რამე სიახლეც ვნახოთ ამ ინტერაქციას დაყრდნობით. და საბოლოო ჯამში აუცილებლად ხელს შეუწყობთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართულ მეგობრებთან კონსულტაციის გავლით, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩვენ მათთან მუდმივად თანამშრომლობთ. ძალიან დიდი მადლობა. კი, აი წლევანდელ კერძებს, იცით რა, ამ ფესტივალზე არის თუ არა, ესეთ ამ ფესტივალებზე ზოგადად აი რაღაცა გამორჩეული კერძები, რომელიც პრიორიტეტულია და რომლის უფრო მეტად გაცნობა, ანუ რომელიც წარმოადგენს ამ ფესტივალის წამყვან კერძებს. არის თუ არა წელს ასეთი კერძები წარმოდგენილი, რომელსაც თქვათ ქართველი ადამიანები დააგემოვნებენ უფრო კარგად და უფრო კარგად გაიგებენ მათ შესახებ. თუმცა რაღაცები ჩვენ უკვე ისედაც ვიცით, მაგალითად დოლმა, ჰალვა შეკი გონია, რომ შეიძლება ეს ჰალვა ძალიან გვიყვარს და ძალიან კარგი ნუგბარია და აი რა კიდევ რა კერძები შეიძლება იყოს, თქვათ წამყვანი რომელსაც წელს არის წარმოდგენილი. Yes, last week when the TV crew came to my residence, I started to make გუნდი მოვიდა ჩემთან. Why did I choose this? First of all, it's very delicious. პირველ რიგში, იმიტომ რომ კაბაბი, იმიტომ რომ პირველ რიგში ძალიან გემრიელია. Similarities და არსებობს გარკვეული მსგავსებები ქართულ და თურქულ სამზარეულოებს შორის ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ ვიყენებთ ძალიან ბევრ ხორცს და კარგი ჰარმონია ხორცსა და სხვადასხვა სანელებლებს შორის დაცული. ქართულ სამზარეულოში შევატყვე, რომ თქვენც ძალიან ხშირად იყენებთ ხორცს და ეს ხორცი არის ძალიან გემრიელი. Being different parts coming from the different parts of Georgia. That was main dish that I wanted to show as a similar dish. ეს კერძი, რომლის ჩვენებაც ვსურდა, სწორედ ამ შემადგენლობით მზადდება და წელს თურქული გუნდი აქცენტს აკეთებს მემკვიდრეობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამზარეულო რა თქმა უნდა არის ეროვნული, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება მემკვიდრეობის გაზიარებას ყველასათვის. ეს არის ის, რაც განასხვავებს ადამიანებს, მაგრამ ასევე აკავშირებს მათ. სწორედ ამიტომ გუნდის აქცენტი მემკვიდრეობაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის ფარგლებში, საერთო გუნდის ფარგლებში შეიძლება დაამზადოთ სხვადასხვა კერძები, შეიძლება ერთი რეგიონის ინგრედიენტები გამოიყენოთ მეორე რეგიონის ინგრედიენტებიც გეოგრაფია მხრივ ძალიან მსგავსია, არ გვინდა რომ გამოვარჩიოთ ერთი კონკრეტული კერძი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა კერძი სხვადასხვა რეგიონიდან არის საერთო მემკვიდრეობის შედეგი ორივე ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია
რომ არა მხოლოდ ვინარჩუნებთ და წარმოვადგენთ ავთენტიკური სახით მეტნაკლებად ამ კერძებს სამზარეულოს, არამედ გარკვეულწილად ვცდილობთ მათ სხვადასხვა გემოებით განვითარებას, ახალი სიცოცხლის შეძენას ამ კერძებისათვის, რაღაც გარკვეული ექსპერიმენტების შერწყმას, თქვათ ამ ორი კულინარიის. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, თუნდაც იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. და ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა გითხრათ და მე ამაზედაც ვიტყვი ორ სიტყვას, რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია თურქული სერიალები და აი ამ სერიალებში ჩვენ ვხედავთ ჩვენი მაყურებელი არა მხოლოდ თქვათ ყოფას, არამედ ყოფის იმ ნაწილს, რომელიც სწორედ სუფრასთან, ტრადიციასთან და ოჯახის ერთად შეკრებასთან არის დაკავშირებული, სადაც წარმოდგენილია ხოლმე ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი კერძები და როდესაც ჩვენი მაყურებელი ამას უყურებს, ძალიან მისთვის ნაცნობ ძალიან ბევრ კერძს აღმოაჩენს ხოლმე. ეს ბუნებრივიც არის, ასე რომ ჩვენი ურთიერთობები და ურთიერთგაცნობა მრავალმხრივ ხდება და ეს ფესტივალიც, ეს კვირეულიც ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობამ კიდევ უფრო კარგად გაიგოს, თუ რამდენად ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ მეზობლებს, რომლებთაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის კულტურას და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ყველაზე ახლო და ჩვენს ერთგულ მეზობელთან და მეგობართან, როგორც არის თურქეთის რესპუბლიკა. უღრმესი მადლობა თქვენ სტუდიაში მოგბრძანებისათვის. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ ჩვენთან მოგბრძანდით სტუდიაში, მაყურებელმა გაგიცნოთ თქვენს და გაიცნო ინფორმაცია ამ კვირეულის შესახებ. წარმატებას გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში, წარმატებას უსურვებთ ჩვენს ქვეყნებს ურთიერთთანამშრომლობაში, მეგობრობაში და კიდევ იმედი მაქვს, რომ ამ ფესტივალის და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ ჩვენ სტუდიაში კვლავ გვესტუმრებით და ჩვენი მაყურებელი თქვენგან შეიტყობს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ცხოვრება საქართველოში. უღრმესი მადლობა, რომ ჩვენთან იყავით ამ ძალიან გემრიელ სასაუბრო თემაზე, რომელსაც მოგიწვიეთ დღეს და ბოლოს თქვენ თუ გინდათ და გსურთ, რომ გარკვეული გზავნილი ჩვენი ეთერის საშუალებით ჩვენს მაყურებელს მიმართოთ, თუნდაც ამ ფესტივალის ფარგლებისთან დაკავშირებით. Festivals are bringing people together. ფესტივალები აერთიანებენ ადამიანებს. რატომ გსურს, რომ შევიკრიბოთ ერთად, რადგან გსურს, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან მსოფლიოში. და ესეთ მსოფლიოში, რომელიც ვითარდება, და ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, რეგიონებზე. თუ გვაქვს მშვიდობიანი, სტაბილური რეგიონები, მაშინ საზოგადოება, რა თქმა უნდა, ახერხებს იმას, რომ იპოვოს სწორი ადგილი, სწორი სივრცე იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი თავი. ეს ეხება კულტურასაც, ეს ეხება ღირებულებებს და ეს ეხება სამზარეულოსაც, რა თქმა უნდა. რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში? ის, რომ მივცეთ ადამიანებს საშუალება შეიკრიბონ ერთად, იპოვონ მსგავსებები და შექმნან კეთილდღეობაზე დაფუძნებული, განვითარებული რეგიონი. და მე გავაკეთებ ყველაფერს ამისათვის ჩემი საქმიანობის ფარგლებში და დიდი მადლობა მოწოდეთ. უღრმესი მადლობა და ალბათ თქვენ იცით, მაგ კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბრძანა ბატონმა ელჩმა, რომ ყველაზე მთავარი არის, რომ რეგიონშიც და მსოფლიოშიც იყოს მშვიდობა და მოთხოვშორის ჩვენი ერთ-ერთი რეგიონის გურიისთვის დამახასიათებელია, როდესაც სუფრაზე პირველ სადღეგრძელოს, როდესაც ამბობენ სვამენ მშვიდობის სადღეგრძელოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართლაც მე ვისურვებდი ისე როგორც თქვენ და ყველა, რომ მართლაც მშვიდობა იყოს ჩვენს რეგიონშიც, მთელ მსოფლიოშიც, რათა უფრო კარგად შევძლოთ ადამიანებმა გაუგოთ ერთმანეთს, დაუახლოვდეთ და ვიცხოვროთ ძალიან მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოში. უღრმესი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი